მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლო, ჩვენს გადაცემას კონსერვატორიას სტილიმადო რო გიყურებთ, ჩვენ ვცდილობთ რომ სოფლიოში და საქართველოში რა თქმა უნდა მიმდინარე მოვლენები, უნდა ანალიტიკურად შემოგთავაზოთ. Თამბენად გამოგვდის ეს თავად განსაჯეთ. ჩვენ საქართველოს უნდა ვილაპარაკოთ. საქართველოში ზაფხულია, ისე როგორც ამ ნახევარსფეროში, ჩვენს ნახევარსფეროში და თვითონ პოლიტიკური აქტივობა რაღაცნაირად დაეცა, მაგრამ მაინც რაც არის იმას გადავხედოთ და შევხედოთ. რა თქმა უნდა რუსულ-უკრაინული ომი არც დასრულებულა კი არა, პირიც არ უჩანს რომ დასრულდება, გაგრძელდება, მე მგონი ეს წელი შეიძლება გაგრძელდეს კიდეც, ახალ ფაზაში გადავიდა, ესკალაცია სახეზეა და ამ ფონზე რა ხდება ჩვენს ქვეყანაში აი ეს რას ნიშნავს რომ თავიდანვე კარგ კურსს, სწორ კურსს რო აიღებ, მერე მიუხედავად პრობლემებს რომელიც დრო და დრო ჩნდება, საზღვარგარეთ ჩვენთვის ჩვენ მაინც სწორად და კარგად მივდივართ. ეს არის ძალიან ნათელი ჩვენს მაგალითზე. ჩვენი ეკონომიკა იზრდება, შინაგანი სტაბილურობა იზრდება და ოპოზიციის უსუსურობა კი ისე იზრდება, რომ მეტი არ შეიძლება. უყურებდი აი ამას წინათ შემთხვევით ღმერთო შენი სახელი სჭირდება მართლა შემთხვევით, იმიტომ რომ არ უყურებ რა რაღაცებს. უყურებდი ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტ ქალბატონს, ღმერთო ჩემო, აი რაღაცა სად ცხოვრობენ, ვინ არის, რას საუბრობს, რომელ დროიდან არის, ან რა ქართული იცის, კაი ქართული არის აზროვნებაში პრობლემა აქვს რა. თვითონ ეხა ეგრეთ წოდებული ალიანსი რო არის, დასხეს ერთმანეთს, დედას აგინებენ. შეიძლება როგორც ყოველთვის დესტრუქტორი არის. ერთმანეთში თავი ბოლო ვერ გაურკვევიათ. და დარწმუნებულები არიან რომ აი შემორჩა არჩევნებამდე 28 წლის არჩევნებში რაღაცნაირად მოგვიგებენ და 28 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს ქართული ოცნება, აი როგორ მყარად ვიცი. ზუსტად ვისაც უნდა ნიზლავს დაუდებ რომ ესე იქნება 28 წლის არჩევნებში ხელისუფლება შენარჩუნდება რა. ეს იქით იყოს. მოდი ვილაპარაკოთ ამაზე. ალიანსის დაშლაზე და აი სავალალო მდგომარეობაზე, რასაც ჩვენ ვხედავთ. ძალიან მიხარია რომ როცა პრემიერი მიბრძანდა გუშინ პარლამენტში არ ახლდა ჩვენთვის მტრულად განწყობილი მასთან ახდა, ანუ დარბაზში არიან ჩვენთვის მტრულად განწყობილი ქვეყნის ელჩები. და იყო უწმინდესი. აი ეს არის ძალიან კარგი, ძალიან სწორი, ძალიან მართალი, აი ძლივს როგორც იქნა გაიხარე ქართველო წამებულო რა, რომ არ დავდივართ იმათ ჭკუაზე, არ ვეპატიჟებით, რომ შემდეგ თვითონ დემონსტრატიულად უარი გითხრა, რა თქმა უნდა. და ეს გუშინ მარტო ამან გამახარა, ნუ რა ისაუბრა, მაგაზე ჩვენ ვისაუბრებთ პრემიერმა, ხო? შავ, პირველ რიგში ქართული ოპოზიცია როგორც იქცევა, ეს არის ძალიან მარტივი დასტური იმის, რატო ვერ იგებენ ისინი ვერაფერს. ანუ ეს ხო ძანჩველებრი ამბავია რა ხარ, რა ხდება, რომ ერთი ხალხ დავწყოთ იმით, რომ ეს არ იყო რაღაც ოპოზიციური გაერთიანება. ეს იყო ყოფილი ნიშისტების შეკრება იმ ეგიდით რომ აი მიშა სანამ ციხეშია ჩვენ შევიკრიბებით, მიშას სულიერი სახელით და მისი ასე ვთქვათ დაგროვილი კაპიტალით ვისარგებლებთ, იქ თანაც მოდი ვთქვათ რა, რომ ალიანსში ლიდერობა ერთ-ერთი ლიდერი გახდა ცოლქუნიდან ცოლი. ანუ როგორც ყოველთვის. ხო, როგორც ყოველთვის. მაგ ცოლქვის შემთხვევაში. და პოლიტიკა დაუფასდეს მე მგონი რა. რაღაცა ციკლების წინ დიდხანს იცოცხლოს. შეგოს ეს უნდა დაუფასდეს. არა, შენ რა იცი? უნდა მოინანიოს, რომ მოინანიებს სადღაც რომელიღაც კარებში შეაბიჯოს. რაც მაგან გააკეთა ოპოზიციის დედის მოსაკლავად მართლა რა. რამდენი პარტია დაშალა? ძალიან, არა, რამდენი პარტია დაშალა ხალხო ახლა მე სულ მინდა ამის თქვა რომ ანუ ცოლქმარი პარტიიდან გამოვაგდო კაკო ბობოხიძე. მე ამაზე მაგარი მაჩვენებელი და მათი პარტიული სიძლიერის მე არაფერი არ მეგულებ. ანუ წარმოიდგინეთ რა, რომ ვიღაცები რომლებიც ცნობილები არიან, იმიტომ რომ ოდესღაც იყვნენ თანამდებობები და აქვთ რაღაცა გავლენები, კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ ამ მიშას სახელობის გაერთიანებაში ლიდერებად და მე ანუ ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, რომ მიხეილ სააკაშვილს უჭერდი მხალს ამ დაპირისპირებაში. იმიტომ რომ მიშა მართალი იყო. ეს არის მიშა ეს იყო მისი პირადი სექტა, მისი პირადი მრევლი
შემიძლია თქვა ამის თქმა მაკრობა მისი პირადი ანუ ეს ის ხალხი არის მიშას პირადი მომხრე რაოდენ ისტორიულად სწორი ფაქტია რომ ეს მისი სექტა ნანული ჟორჟოლიანს გადააბა ეს იყო სოფლიო სამართლიანობის აღდგენა როგორც იქნა მოვიდა სრული გოიმი აი სრული კაჭი აი ისა აი ნაგლასთა რო შეასწე რომ ჩვენს ბავშვობაში დაჟე შენს ახალგაზრდობაში რო იყო აი კომედიურ თამაში აი კონტრას ფაინალ ბოს რო არის რა გოიმების ფაინალ ბოსი არის ის რას გეგმა შეჭირები უნდა გააკეთოს ჭადრაკის დაფაზე კარგია ეგ და ეგ დედოფალი უნდა გაიყვანოს და იმას ეგ არის დედოფალი და არა ისა თავი დავანებოთ რა რომ მიხეილ სააკაშვილმა თლიანად მოარღვია ეს რაღაც ეს არისეველობის რაღაც რეჟიმი რომელშიც არსებობდა ქართულ პოლიტიკა და თქვა რომ ეს არის ჩემი პარტია, ჩემი ხალხი, მე რასაც ვიტყვი, ის იქნება მეტიც თუ გინდათ, აგერ ჩემი მებაღე ან ვიღაცა იქნება ლიდერი რაღაც. დიდი განსხვავება არ არის მე არის ხო? ხო, მართალი ხარ, მაგრამ არის კიდევ ერთი ნიშანი რა. შეიძლება თქვას ეპიკური ნიშანი ეს კიდევ ერთხელ ნანული ჟორჟოლიანის ეპიკური გოიმობა რა. ანუ ადამიანი შეიძლება გოიმი უწოდო, მაგრამ რაღაცა მცირედი სკილი მაინც მქონდეს პოლიტიკოსის ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში გეგონოს რომ პოლიტიკოსია. ეს არის ყოვლის მომსვლელი წვდიადია, გესმის? ეს ჩემი აზრით რა თქმა უნდა და ბოროტი წვდიადი, იმიტომ ჩვენ ვიცით რა გაუკეთა მან სვამ ბიჭებს დააჭერინა თავის ხმას და დააჭერინა ოღონდ არა იმ რაღაცაზე რა დაემართა დიდი არაფერი ხო? სულმახული გმირობა შეიძლება დაეჭერათ ისიც რატომ არ ვიცი. ნარკოტიკები ჩაუდეს ადამიანებს რა და მაგაზე დაიჭირეს. ბოროტი ადამიანია. რას ფიქრობ, აი ეს ნიშანი თუნდაც ნანულის აღზევების არის თუ არა ბოლო ჟამი ნაციონალური მოძრაობის და ოპოზიციის. მე მგონი ფსკერი შეიძლება კიდევ უფრო ჩავიდეს და არა აქვს ფსკერს ესეთი. ქვემოდან დააკაკონებენ კიდე. შემდეგი ნანულიზე უარესი იქნება. ერთი იმას ვიტყვი, გზაში შემხვდა ერთი კარგი მოქალაქე, რომელსაც თხოვა ეგეთი რაღაცა, რომ აქციები რო იქნება პარლამენტის წინ ეკრანი დაამაგროთ და აჩვენოთ სააკაშვილის დროს რები ხდებოდაო. რომ აი შეკრებილი მე პირველი არ არის ნუკრიბოდის შეხი, რამდენს უთქვამს ეს. ხო და მე უპასუხე ესეთი რაღაცა, რომ სიამდვილეში მათ ეს უნდათ მაგის გამეორება უნდათ. ანუ ბოროტება არის ერთი მხრივ უჭკუა რა ბოროტება საბოლოო ჯამში. ანუ სიკეთის ნაკლებობაა ბოროტება, ეს არის ქრისტიანული აზრი. მაგრამ აი უცოდინობისგან გამოწვეულია და როდესაც შენ რეალურად ის კი არ გინდა რომ რაღაცა უკეთესი მომავალ შენ გინდა რომ ის იგივე დააბრუნო. ეხლა ნანუს უნდა რომ 2003-2012 წლები დააბრუნოს. ეს უნდა ნანუს. სხვა არაფერი არ უნდა. ხო და ეს ახალი პროექტი არ არის მომავალზე ორიენტირებული და წარსულზე ორიენტირებული პროექტი. ამიტომ მათ უნდათ ზუსტად ის, რაც ხდებოდა მაშინ. და სწორედ ამიტომ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს ახალ რაღაც ისეთ სახეს. ყველა ეს სახე, რომელიც რაღაცნაირად ისინი არჩევენ სწორედ ისეთი მოტივით, რომ აი ამ წლებს 2003-2012 წლებს ემთხვეოდეს რა და მის შინაარსს და მის სულისკვეთებას, მის ესთეტიკას გამოხატავდეს. ძალიან კარგად გამოხატავს მის ესთეტიკას ხაბეიშვილიც, ძალიან კარგად გამოხატავს მის ესთეტიკას ეს ჟორჟოლიანიც, ხო? ამიტომ არის რომ ჩვენ უყურებთ როგორი გაგებით, რომ აი თუ კი ხალხის მოზიდვა გინდა, თუ კი რაღაცა ესეთი გინდა, რომ შემდეგი არჩევნები მოიგო და ასე შემდეგ, სხვა ტიპი უნდა აირჩიო, ხო ეგრეა და სხვა ჰაბიტუსით, სხვა წარსულით, სხვა რაღაცა ბექგრაუნდით და ასე შემდეგ და მათ არ უნდათ ეს, მათ უნდათ რომ მათი დანაპირები არის რომ ის იგივე გამეორდება. მათი დანაპირები არის რომ შურიძეება უფრო მკაცრი იქნება. მათი დანაპირები არის ის რომ ადამიანები კარგად ვერ დავსაჯეთ თავის დროზე და ეხლა უკეთესად დავჭით და ეხლა უკვე ისე აქამდე თუ ვიღაცები შემოგრჩა ვისაც შეელო ხმის ამოღება, ეხლა აღარავინ აღარ იქნება ესეთი. ამიტომ ლოგიკურია ეგეთი ადამიანების აღზევება, როგორც ჟორჟოლიანი, როგორც იყო აქამდე ხაბეიშვილი და ალბათ რაც უფრო დრო გავა, უფრო და უფრო აი ამ სიგნალესთან ახლოს ყოფი ადამიანები წაბოლონ წინ. ნანულის კარდა კიდე ნანულის მსგავსად უფრო უარესი შენ ახლა ჩელენჯი გამოიწვევ. მიშას თვითონ შეძლო.
აი ისტორიულად აი ჩვენი უახლოეს ისტორიას რო გადავხედოთ, აი ნაცების პარალელურად ნაცების ისტორიას რო გადავხედოთ, სავსებით ლოგიკურია. როდესაც იყო მათი ასე ვთქვათ, აი რა მოხდა ხო რეალურად? იყო კოჰაბიტაცია, რა თქმა უნდა თავს მოხვეული, შემდეგ იყო პროექტი დავაბრუნოთ ჩვენი უძღები შვილები, ჩვენი მეგობარი ნაცებია უпростоრად რა. ანუ ეს პროექტი ჩავარდა, მაგრამ ამ პროექტს ჰქონდა თავისი ზენიტი. ეს იყო 2019, 2022, 23 წლები, სადაც ანუ ეს მოწოლის ხარისხი იყო მაღალი. და შესაბამისად ლიდერშიპი ნაცების იყო ისეთი, რომელიც მართლა ქმნიდა რაღაც ტიპის პრობლემას, იგივე მელია, იგივე გვარამია, რომელიც ხალხს რეალურად წვინს ურეცხავდა პირდაპირ ვთქვათ რა, თავისი ამ რაღაც ფანტაზმაგორიული რაღაც წყალში შესვლებში და ასე მაგრამ მას შემდეგ რაც თემა გადაწყდა, მას შემდეგ რაც ქართულმა უცნებამ სულ თქვა რომ მე ხავ დგები სუვერენიტეტის გზაზე და უბრალოდ დროა რომ უბრალოდ გაბედულად ვიარო უფრო მეტად ამ გზაზე. რადგან სხვა გზა არ აქვს. სხვა გზა არც არის. მე აღმოჩნდა ძალიან ლოგიკურად რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერშიპი წავიდა დაღმა. გავიხსენოთ ხო მელიას მერე იყო ხაბე, რომელიც ძალიან დიდი ჩამოვარდნა იყო, მერე იყო ბოკუჩავა, რომელიც არ ვიცი, ხაბეს მერე რა. არც თევზი არც. ხო და აი ნუ ნანული არის უკვე რომ რა ვიცი ხო, აი არ ვიცი მე არც მინდა რავი ეპითეტის არ მყოფნის რომ რა შეიძლება ვთქვა ხო? ნუ გასაგებია. ანუ არის რეალურად აი პოლიტიკური პარტიის ხრწნის სიმპტომია რა, რომ აი ეს კონკრეტული ადამიანი დაინიშნება თუ ინიშნება არც ვიცი თავმჯდომარედ და ლაპარაკი როა უკვე პრობლემა. ხო, ანუ ეგ, მაგრამ ეს არის კარგი. ანუ რატო? იმიტომ რომ მართლა ეგრე არის, ხო, საზოგადოებაში არის რაღაცა ჯგუფი ძალის, რომელიც არის ბოროტი. აი, ჩერგოს რო ედავება და აბა მაშინ მოგვაგებინოსო კაცო ეს რაღაცებს რომ მეუნებაო და მე აქტივისტი ვარო. ანუ ორ წუთში გახდეს ლიდერი პარტიის და აქტივისტი და ძალიან გავს იმას, აი ზომბებზე რომ არის და ახალი გამხდარი ზომბი უფრო ადამიანს გავს. რატო რო გადის უფრო და უფრო იხწნება და უფრო და უფრო ისა. არა, ეგ ზომბი არ კიდე, უარესი ზომბია კიდე ბევრი. თქო. ცოტა სერიოზულ თემას შევეჭიდეთ ახლა ჩვენ. ხო, აბა ამ თემებს გვაძლევენ და სხვას რა. ოპოზიცია ამას თავაზობს. ესეთი საკითხია, რომ ერთი მომენტიც კი ვამბობთ, რომ კარგიაო, მაგრამ კარგი იმიტომ არ არის, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება სერიოზული ოპოზიციური ძალა. მაგრამ დღეს კარგი იმიტომ არის, რომ როდესაც გვებრძვიან, ანუ ჩვენ სუვერენიტეტს ებრძვიან, ჩვენს ქვეყანას იდენტობას ებრძვიან. ამ შემთხვევაში ეს ეგრეთ წოდებული ჭყალებში მებრძოლები არ უნდა იყვნენ ძლიერი. და შესაბამისად აი ბუნებრივი გადარჩევის პროცესი რო არის რა, ანუ ღმერთი რო არის ჩარეული, რა თქმა უნდა, რომ ანუ დღითი დღე დეგრადაციას განიცდიან და საზოგადოებასაც ეძლევა საშუალება რომ რაღაც ანალიზი გააკეთონ. კი, იმ წლებში იყო რაღაცა პერიოდი, როდესაც შემოტევა იყო დიდი. ეს შემოტევაც იმიტომ გვეჩვენებოდა დიდი, რომ საზოგადოება იყო გაურკვევლობაში. დღეს უკვე გაერკვია და ჩამოყალიბდა. ახლა ნანული კი არა. 5 ნიშა რომ მოევლინოს, ახლა აღმოცენდეს ნაციონალურ მოძრაობაში. ვერავინ ვეღარაფერს ვეღარ უშველის მათი მიდგომებისა და დამოკიდებულებებისა გამო. ნუ წარსულს თავი დავანებოთ, რა წარსულიც არის და არაფერს თავს არ ვანებებ, მაგრამ იმას რომ თავი დავანებოთ, დღეს მათი ქმედებები, ხო? სულ არის პირდაპირ პროპორციულად ქვეყნის მტრობის მიმართ არის განწყობილი, აი, პირდაპირ პროპორციულად. იბრძვიან, ანუ ხალხთან ყველან არის კავშირი აქვს გაწყვეტილი და დაკარგული, საერთოდ არ აინტერესებს საზოგადოებები ახლა აღმოაჩენ. განწყობები დღეს აღმოაჩენ. ეს აღმოჩენ მშვიდობა ისმევა. ხო, მშვიდობის სადღეგრძელო თურმე და პატრიარქის სადღეგრძელო რო არის და ეხა გაიგე. თურმე უკაც ქართველებს მშვიდობის სადღეგრძელოს სწავლენ და რა საოცრებები, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ. ამას გაწყვიტეს კავშირი და ჩამოეკიდნენ ევრობიუროკრატიას, რომ თუ ხალხს ეუბნებიან რომ თქვენი აზრი არ გვაინტერესებს ხო? ეს ხო იმას ნიშნავს რომ არ მაინტერესებს კაცო ხა შენ არჩევნებში ვინ უნდა აირჩიო. ისინიც მაგას გვეუბნებიან და ესენი შესაბამისად. რაღაცნაირად თუ ევრობიუროკრატია ხელისუფლებას ჩამოაგდებს, ამასობაში ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, ჩვენი და ევრობიუროკრატიის და ჩვენ მოვექცევით ქვეყნის სათავეში. სულ ეს არის რა ეროვნულობაზე, რა დემოკრატიაზე, რა ქვეყნის სუვერენიტეტზე არის საუბარი. საერთოდ ვის აინტერესებს, არ აინტერესებს. საზოგადოებას სხვა რამე აინტერესებს, კაცო. ერთი პრეტენზია არ გამოუთქვამთ, აგი რამდენი რეზოლუციები მიიღეს და რეზოლუციებში, ბოლო რეზოლუციაში
პირდაპირ აცხადებენ, რომ თვითონ თქვენ ხო ყველას ხო გახსოვს ადრეს გადარეული ჯო უილსონი როავთ კომიტეტის თავმჯდომარე რო არის, ხო? თავის კომიტეტზე იძახდა, რომ არჩევნების შედეგები ჩვენ უნდა დავამტკიცოთ. ხო გახსოვთ ეს ხო ოფიციალური განცხადება იყო. ანალოგიურს აცხადებს დღეს ევრობიუროკრატია. ამას ეთანხმებიან ეს ხალხი. პირდაპირ ყველა რეზოლუციაში გვიწერენ, რომ გააუქმეთ ოჯახური ღირებულებების კანონი. ამასაც ეთანხმებიან. გამჭვირვალობასთან დაკავშირებით გააუქმეთ ეს გამჭვირვალობის კანონი. მაგრამ ხალხი სხვა რამეს, ხალხს სხვა რაღაცა უნდა კაცო. ოჯახური ღირებულებების კანონს ხარს უჭერს ეს ხალხი. ესენი ვერ ბედავენ. რომ ხარი დაუჭირ, იმიტომ ვერ ბედავენ. მაგრამ წინამდგაც თლად ვერ მიდიან. არა, წინააღმდეგ რა უნდა წავიდეს, მაგრამ ვერ მიდიან თლად. იმასაც ვერ ბედავენ. აი ხა ეს ხალხი იმასაც ხედავს. დაჭედილია. უყურე ეს ევრობიუროკრატია, ნახე როგორ ყიდულობს ქვეყნის უნგრეთში, ნახე რა გააკეთეს, დაგიბრუნებთ ფულს და ჩაატარეთ LGBT აღლუმი, რაზეც თანხმობა მიიღეს. უნგრეთი, რომელიც ამდენი წლებია ამას ებრძოდა. ანუ რა იყო სინამდვილეში რატო ებრძოდნენ ორბანს? რა უნდათ ორბანისგან? უნდათ ის, აი რაც უნდათ მიიღეს კიდევაც 16 მილიარდი შეთანხმდნენ რომ დაუბრუნებენ თუ LGBT აღლუმს შესაბამისად ამას მოყვება რა თქმა უნდა ქორწინებები, უფლებები, შვილების აყვანა და სრული პაკეტი რაც არის პოლონეთში რაც ხდება რა. ამას გააკეთებენ ეხლა. არა, აქ უფრო მარტივად გამოვიდათ. პოლონეთში სხვა ქვეყანაში იქ ქორწინეს და შეიყვანეს ხო? თავიდან რეგისტრირება შეიძლება. აღიარებინეს, აქ აღლუმი, ამხელა აღლუმს რო ჩაატარებინებენ, იმ 16 მილიარდში მარტო აღლუმი არ იქნება და სხვადასხვა რაღაცა შეთანხმებები იქნება. ანუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი კაცო? იმიტომ უნდათ ამის გაკეთება, რომ საზოგადოება, ის საზოგადოება, რომელიც თქვათ მორწმუნეა, ის საზოგადოება რაღაც კონსერვატორული პოლიტიკის და აზროვნების მომხრეოა, ისინი უნდა გაანეიტრალონ და აი ეს უძღეურები უსამშობლო და ისეთი ხალხი, რომელსაც მარტივად დაემორჩილებენ და მართავენ, ისეთები უნდა. აბა სხვა რა მიზნები ამოძრავენ. რატო არის ეს მასირებული შეტევა? გინდა თუ რა პირველი რა მოთხოვეს უნგრეთს? აი თუ გაიხსენეთ რაღაცა ისეთი რაღაც რეფორმების გატარება, ყველაფერი იდეალურად არის? თუ თავიდან თავის იყო რომ უკრაინასზე ვეტოს რო ადებს უკრაინის დაფინანსებაზე, ეგ უნდა გაეუქმებინათ. ცხადია, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფული, რომ კატკატი წამოსულიყო. დიდი ისვე თავშივე გააუქმებინათ. მერე უნდა გაეუქმებინათ კიდე საიმიგრაციო პოლიტიკა უნდა გაეჩერებინათ, რაც უნგრეთს ჰქონდა და ერთად სტრაბახობდა სხვა შორის, რომ უნგრეთში არ იყო დევნილი. ეხლა უნდა მიიღონ. ნუ აი LGBT თემა ძალიან ამხელა მასიურად აღლუმს ჩაატარებენ. ეხლა სლოვაკეთში არიან მიმდრები და სლოვაკეთში კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანეს. სლოვაკეთში რაღაცა კანონები მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ხალხი მიხვდა რაშიც არის საქმე, საიდან უტევენ და კანონი მიიღეს, რომ სხვა ქვეყანაში რო რეგისტრირდებიან ეს ერთმანეთსკენ კი, პოლონეთის მაგალითზე. აქ რო შემოვიდნენ, ანუ კანონი გზალავს მათ იმას. თავიდან რეგისტრაციას. რა თქმა უნდა, თავიდან რეგისტრაციას და აღიარებას. ისინი მაქსიმალურად იმაშვებიან, რა ქვია, ამაგრებენ საზღვრებს, რომ ეს არ შემოიტანონ. იმადზეც სერიოზული ზეწოლა ფინანსებთან და რაღაც. ანუ ჩვენ თურმე არც არავინ არაფერს დაგვაძალებს, არც არავინ არ გვაძალებს. ასე შემდეგ საზოგადოება ამ ყველა კარგად ხდება კაცო. შენი აზრი მინდა გავაგზავნოთ, მეგობრებო. პრობლემა რა შეიძლება? აი უყურებ ახლა აი ამათ ლიდერებს და ასე შემდეგ ახლა გამოდიან ახლა. ბევრი ცნობილი, ეგრეთ წოდებული ცნობილი პოლიტიკოსი, ახალგაზრდა განცდა მაგ რომ საერთოდ არ იციან როგორ ქვეყანაში ცხოვრობენ. ან ეს ქვეყანა ეზიზღებათ. და წასვლის ერთი ადგილიც არ აქვთ. იმიტომ რომ როცა ეხა აღმოაჩერო თურმე და შავად ვისაც რაღაცა მჭირდებათ ისინი უცხოეთში. აი ძალიან საინტერესო შენიშვნა არის კი ბატონო. ხო, მუშაობა არ იციან მაგათ და ანუ როცა მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში შეგულობდი გრანტს და ერთადერთი უნარი იყო რომ დაგეწერა რა მაგარი ტრენინგი ჩაატარო, ხოიცი რა უნდა აკეთო. აი განვიხილოთ ხაბეშვილი და გასახელავი, მაგრამ ნანუკა სადაც განვიხილეთ, ხაბეშვილმა რა დააშავა. ხაბეშვილის წერილი ციხიდან, პროფუნდის ოსკარ უაილდმა რო წერა დაიწყო ციხიდან. ოსკარ უაილდი დაიჭირეს ბრიტებმა საწყარი LGBT თემის წარმომადგენლობის გამო. ეგ დაწერა პროფუნდის სიღრმიდან გელაპარაკები უფალო და დაწერა თავისი და თქვა რომ ჩვენ რომ მივკარეთო, ჩვენ რომ მორწმუნეებიც უნდა ვიყათო. არანაირი LGBT-ო, მშვიდობა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა
კონდესო. ანუ დაწერა პირველად ცხოვრებაში ყველაზე ადეკვატური მოძრაობის წარმომადგენელმა რაღაც დაწერა, რასაც შეიძლება დაეთანხმო. თქვენ წაკითხული გაქვთ რეაქციები ნუ აი ხა ჩადეს მიწაში. პროფუნდისის ჩადეს. რატო? ანუ მე უყურებდი ამას და ხვდები რომ ეხლა თავიანთი ტიპი არისო, ეხლა თავიანთი მაგათი არ არის. საერთოდ ვერ ხვდებია საცხოვრობენ. ანუ როგორ შეიძლება ასე განსხვავდებოდეს ჩემგან, ჩემ გვერდზე მყოფი ადამიანი. რა მოხდა? ცხოვრებაში რა დაემართა? ან ხნე მე დამემართა, არ ვიცი რომ პირიქით რა ესეთი განსხვავებულია რომ ომი ბოლომდე უკრაინას და დავეხმაროთ რუსეთი ინგრევა. მე ლიბერალური სისულელეები. ხო რომ LGBT თემი რა თქმა უნდა, აბა რა ეკლესიას უნდა შავწვერიანი ღმერთო აპატიად ეშმაკები, ხო? ღმერთო აპატიად თვითონ ეშმაკები ამბობენ ამას, ხო? ფულსატო ვაძლევთ. ესეთი განსხვავებული ტიპაჟები, საიდან როგორ გაჩნდნენ ჩვენ გვერდზე? გამოზარდეს, შალვა, გამოზარდეს. აი ანუ შავ რა იცი, მოდი ასე მე ხო NGO არ ვიცი. მე სულ დავცინოდი NGO წარმოადგენებს. სულ თავიდან. ყველაზე პოპულარული რო იყო NGO-ში NGO ვეძახდი რა. იმიტომ რომ ხედავდი რომ რეალური საქმიანობისთვის აბსოლუტურად მინუსად გამოსედაგარი ხალხი იყო იქ. ვიღაცა გამურები რა. მოდი ასე შევხედოთ რა. არტო კლარკს აქვს ერთი კარგი რომანი ქალაქი და ვარსკვლავი. სადაც აქვს არტო კლარკს. აქვს ასეთი აზრი განვითარებული, ყველა საზოგადოებაში არის 5% ადამიანებს, რომელსაც მიაჩნია რომ არის რაღაცა განსხვავებული და რაღაცის გაფუჭება უნდა რა. და ამას არ უნთარებს რომ ეს ხალხი არიან რომ საზოგადოება მითის რომ ეს ხალხი რაღაცებს ანუ იდეალური რაღაც უტოპია და არის 5% რომელიც რაღაც ციდებილებს აკეთებს და ამაზე არის ხსნილი რომ იმისთვის რომ საზოგადოება იარსებოს და არ ეს დევიაცია უნდა იყოს კი ბატონო ეს დევიაცია 5% ქვეყანას რომ მართავს ის რომ უნდა მართვა მე ახლა ამ თეორიას ისე ვიძახი ჩემი დაკვირვებით ანუ მე 40 წლის ვარ ფლად პატარაც აღარა ვარ ჩემი დაკვირვებით ჩვენ ძალიან პოსტაპორტ სივრცეებში არის ყველა ქვეყანაში მსგავსი რაოდენობა ოღონდ ნუ სამწუხაროდ უფრო მეტია ხოლმე 10-15% მაგალითად სომხეთში ეს 15% არის რაღაც სერიოზული ღმად სექტა რომელიც ქვეყანას მართავს სააკაშვილის დროსაც იყო 20% რომელიც ხო ჩვენ ხო გვახსოვს რომ ანუ მიშას დროს ფაქტიურად სააკაშვილის აი კორ ხარდამჭერი რაც ვეძახოთ ბირთვაჭერი იყო 20-25% ეხლაც არის ანუ დასავლეთმა ძალიან ბევრი რაღაც იდეების წარმატებული ინკორპორირება მოახდინა ერთ-ერთი არის რომ ყველა ვისაც მიაჩნია რომ უბრალოდ სხვაზე უკეთესია ოღონდ უსაფუძვლოდ არის მათი მომხრედ რა შეხედე რა იქედან ჩვენ გვეუბნებიან რომ აი საქართველოს აი შენ ახლა აი გაგ პრობლემები აი მთავრობა რო არ იყოს შენ უკეთ იქნები შენ იქნები უფრო წარმატებული უფრო ლამაზი იქნები კი ხარ უფრო ლამაზი მაგრამ მთავრობა რო არ იყოს კიდე უფრო ლამაზი იქნები და ანუ მართლა მოდი თქვათ რა აი ახლა ძალიან სერიოზული თემა იყო ეს თუ გახსოვთ არის ასეთი აქტივისტი ნანა სანდერი რომელიც ნუ ეთყობა რომ თლად დაალაგებული ციხეში როზე ხო ნამდვილად აღარ არის თლად დაალაგებული და აუახა წერენ რომ 4 ოქტომბერს ხო ანუ ეს ადამიანი სრული სერიოზულად ამბობდა 4 ოქტომბერს ამბობდა რომ მას ყავს 800 სპეცრაზმელი გადმობირებული ეხლა ჩამოვა 800 სპეცრაზმელი დაიწყო შტომს რა იცი ეხლა ობიექტოს რო თქვა ყველა ხდებოდა იქეთა მხარსაც რომ ეს გოგო არ არის თლად დაალაგებული რა მე მაგრამ ეს ექსპერტიზა მე მგონი ხო არა მე რას ვამბობ რა ნუ ხო ანუ შერაცხადია პროსტო თლად პრობლემა ანუ მე რას ვამბობ აქ თაპოლი მაინც რა იყო რომ ხო იყენებდნენ ამას ანუ იდეაში თქვენ ხო ხვდებით რომ ისინი რაც ცუდი ხალხი არიან რომ ეს ნანა სანდერები და ვიღაცები რომლებიც არიან ნენსი ოლანდები და კიდე ვიღაცები რომლებიც არიან ამ ხალხს იყენებდნენ წინა ფრონტის ხაზზე ხო შეიძლება რომ მართლა ყავს ახლა ხო ვიცოდით ახლა ჩვენ რომ ახლა რომ ნანა სანდერს 800 სპეციალმელი არ ყავს მაგრამ არ მესამე რომ რადიო თავისუფლება ნეტგაზეთი და ვიღაცები რომ დებენ ამას და დებენ ამას მარტო კი არ დებდნენ ბოდიშმოვის არ გახსოვთ კაცო ის ჩარტოები რო ქონდათ ხოლმე და ჩარტოებში რომ მონაწილეობას იღებდნენ პოლიტიკურ მასთან ერთად და ის ყოფილი მამა როა იქ რო დგას დოროთე ის რო ჩარტული იყო ხოლმე და რო განიხილავდნენ რაღაცა პროცესი აი ხა ცოტა ანასანდერთან ერთად ხო მაგას აი მაგარი კიდევ ერთი მე ძალიან მეცნებოდა
ასტრამეზე და რომ აი არა, მაინც ეგეთ მაგას გეტყვით. კიდე გავუსვამთ. ეს ფოტოგრაფი რო არის ნაკანია თუ არ შეიძლება შემეშალოს. 300,000 ის Instagram გამომწერი მყავსო და 3,000 არმია მყავსო Instagram გამომწერი. აი გარის არ ეს ბაბლში ცხოვრება მეგრე ისის რომ ეგ გამომწერები სხვა რაღაცის გამოყავს და არა ის პოლიტიკურ. ბოლოს დავამატებ, აი კიდე მე აი манипуляციებზე მინდა ვთქვა, რომ აი ძალიან მეცნებოდა. ყველა მივცდო თუ არის ასეთი ჩახვაშვილებია, ხო ეს ექიმები რო არიან ოჯახში. ჩახუნაშვილი, ხო, ჩახუნაშვილი არის. ხო. უფროსი და იქ კარგად არის ეხლა. ანუ რას ძალიან მეცნებოდა. ორი პაციენტი უკვე გადაარჩინა. კი, ანუ არის ერთი ძალიან საცილო ფენომენი იყო, რომ როდესაც ამ კაცს საუბრობდა, დავაკვირდი, რომ ყველა ხსენებაზე რაღაცა თანამდებობა ემატებოდა. არ არის შერაცხადი ეგეც. არა, კი, შალვა, მე მაგის ანუ მაგის პროფესიაში მაგარია, ანუ მაგის კაბინეტი რო გახენე. როგორ შეიძლება პროფესიაში? შალვა. ბავშვი რომ მიყავს. კაბინეტი მიშასის სურათი რო. აი, პროსტა შენ წარმოგიდგენია, ხატების ნაცვლად აქვს, ხო და სააკაშვილის 20 პორტრეტი. ანუ ასე, აი, ძალიან ხო გამოვიქეცი კაცო. დაჯე მომხრეც რო ვიყო და ხო. ანუ მეთქმა დაიმბაროს მაგრამ. ჰიპოკრატეს ფიცის აუპატიურება არის. შეგიძლია ნახოთ რა რომ თავიდან რომ დაიწყო ეს იყო ექიმი ჩახუნაშვილი, მერე იყო ექიმი პროფესორ ჩახუნაშვილი, მერე აკადემიკოსი ჩახუნაშვილი და ყველა თქმაზე რაღაცას უმატებდნენ რომ აი ისტონის უნივერსიტეტის ბაკალავრი ჰიპოკრატე ჩახუნაშვილი. კი ბატონო. არის ესეთი ფენომენი მინდა აი ამ სტრატეგიაზეც ვიცაუბრო და ერთი ფსიქოლოგიური ელემენტი შემოვიტანე. ტრავმა ქვია. ტრავმის შემდეგაც ადამიანები რეალობას ცვლიან. ზოგადად რატომ იზრდება ესეთი ადამიანების რაოდენობა, ხო? რატომ არის ზოგ საზოგადოებაში უფრო მეტია, ზოგ საზოგადოებაში უფრო ნაკლებია. საქმე იმაში რომ დამოუკიდებლობის უკვე 9 აპრილიდან დაწყებული, ჩვენ უამრავი მართლა სერიოზული ისტორიული ტრავმაა გამოვიარეთ. და აი ეს ტრავმების ნაწილს ადამიანები უყურებენ იმით რომ რეალობას ცვლიან. ანუ რეალობას თვალს ვერ უსწორებენ და ცვლიან. და ამიტომ ამ შეცვლილ რეალობაზე მე ვიღაც ზოგადად ეს პოლიტიკური სექტანტიზმი ესეც სივრცეში ძალიან მარტივად ესე იგი იკიდებს ვრცელდება, ხო, ვრცელდება და მიშიზმის ეს არის, ესა პოლიტიკური სექტანტიზმი. რადგან აი განსხვავებული რა არის ქართულ საზოგადოებასა და ამერიკულ საზოგადოებას შორის, აი ძალიან საინტერესო მომენტია, რომ ამერიკულ საზოგადოება ესა პრაქტიკულად, სექტანტური სექტანტური გაგებით რელიგიური საფუძველი. მაგრამ პოლიტიკურად, აქამდე ყოველ შემთხვევაში ახლა შეიცვალა, მაინც ერთ რაღაცა იდეალზე იდგნენ, ამერიკის კონსტიტუცია რაღაც თავისუფლება, ღმერთი. ხა ჩვენთან როგორ არის? ჩვენთან არის პირიქით, ჩვენთან რელიგიურ თვალსაზრისით უფრო ჰომოგენურია შესაძლებელი. მაგრამ პოლიტიკურ თვალსაზრისით პირიქით არის ძალიან ჭრელი და ძალიან სექტანტური. ანუ სექტანტიზმი არის ძალიან ძლიერი და იყო საქართველოში. ამიტომ თავი სტრატეგია იმ ძალების რომელიც ამ პოლიტიკურ სექტანტიზმზე დგას, ის კი არ არის რომ ტრავმები გადახარშო და მოაგვანო. არა ტრავმები რომ გაამრავლო. ანუ უფრო მეტი ტრავმა მიღებით, ისინი უფრო და მეტ მხარდაჭერს იღებენ. მათი აზრი. არა, რეალურადაც ესე არის რა. ეს ანტირუსული ისტერიკა 2008 წლის ომიდან არ დაწყებულა. არა, პირიქით, ეხლა დაიწყო. არ დაწყებულა. 13-ში დაიწყო 14-ში. იქ საერთოდ გახსოვს ფულსუნი არას დიოდა და ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ეხლა დაიწყე. თავარი რა არის იცით რომ ეს საზოგადოება ჩვენ რასაც ხედავთ, ეს მართლა ცოდოები არიან იმ გაგებით, რომ ტრავმული საზოგადოება, ძალიან ტრავმული საზოგადოებაა ეს, რომელსაც რეალობის შეგრძნება ფუნდამენტურად დამახინჯებული აქვს. ანუ მე ადრე ვფიქრობდი, რომ აი რაღაცა დისკუსიებით, რაღაცა მსჯელობებით ეტაპობრივად შეიძლებოდა რაღაცა ამის გადალახვა. ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლებელია. ვიღაცეებისთვის. ხო, უმრავლესობისთვის შეუძლებელია. იმიტომ რომ ესენი არიან იმდენად ღრმა, ესე იგი, ფსიქოლოგიურ კრიზისში. და ეს ამაზე არის ამოძვილი ეს პოლიტიკური ძალა. ყველა უბედურება რო უხარია, ავარია, ხანძარია, ყველაფერი უხარია. თვითონ ეხლა შანსი ეძებენ, მაგრამ ეხლა გავიმარჯვე. ზუსტად მათი საინფორმაციო საშუალებები რა, როგორ არის აგებული. ეს არის ფსიქოლოგიური დაავადებების გამავრცელებელი წყაროები. ეს ანუ
ხო შეიძლება იყოს დაბალანსებული, რომ სადღაც კი ცუდიც ხდება, კარგიც ხდება, რაღაცნაირად დააბალანსო. ერთხელ მაინც კარგია ჩვენ. ხო, კარგიც ცუდია. კარგი ის არა, რასაც თქვენ ხედავთ. ქრისტიანის პარამეა. კენი ვესტი რო ჩამოვიდა, მერერა რო ჩამოვიდა. დუროვი, ხალხო, დუროვი. ჩამოვიდა საქართველოში დუროვი. დუროვს დაუზახო პრორუსული პროპოტინული დებილი უნდა იყო. აი დუროვი. რატომ ჩამოვიდა დუროვი რუსი ტელეგრამის ფლობელი და ანუ აი რაღაც ეგრევე შეთქმულების თეორია იქ. არის უკვე არის ესეთი მომენტი. ანუ ხელმძღვანელო ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა დუროვს თხოვა გასაღები. ანუ გასაღები რომელიც ვერ მიიღო პუტინმა, რომელიც ვერ მიიღო დასავლეთმა, მაკრონია. მაკრონი პუტინი ვინ არის, როცა ჩვენ გვაძლევს, კაი, დავიბარეთ და რაღაცა ფულს გვაძლევს. ჩვენ გვაქვს ტელეგრამის გასაღები. არა, იყიდის საქართველოს იმდენი ფული აქვს. ჩვენ გვაქვს ტელეგრამის გასაღები, რომ იცოდეთ და ხინკალზე და ხაჭაპურზე დაბადების დღეზე ჩამოვიდა, მე მგონი და ხინკალზე და ხაჭაპური, ეგ ხა არა, არ ითვლება რა. რა რეცი, მე ეს ქცევა რომელიც ამ ტრავისგან არის შექმნილი, არის იმისგან, რა ქვია, ნასწავლი უკვე. აი ხე ანტირუსული ისტერია. ეს არის უკვე ნასწავლი ქცევა. შენ აღარ გჭირდება უკვე რაღაც გამოგონება, შენ უკვე უბრალოდ იღებს სხვას. და ყოველთვის აი მახსენდება აი მაგ საზოგადოებას რომ უყურებ აი ეს პლატონის გამოქვაბული რომ არის რა. ანუ ესენი ცხოვრობა ეს არის პლატონის გამოქვაბული საზოგადოება. ლანდებსაც ვერ უყურებ. ხო, და ის ლანდებს უყურებ და რეალურ სამყაროს ვინმე რომ დაბრუნდეს და უთხრას ჩაქოლავენ ამ ადამიანს რა. მოღალატე ხარ უეთქვენ. ამიტომ თვითონ მათ ეგ მატრიცა ისე არის რომ შიგნით აი ხაბეიშვილის პოსტზე ახსენეს. ეგ ხო, აი ეგ არის მოღალატეობა. ეს არის უკვე მათთვის, ანუ ყველანაირი ჯანსაღი აზრი, ანუ ის რომ ადამიანი გავიდეს და ლანდების სამყაროს გარდა სხვა რეალობა. ეკლესიაზე დადებითი თქვას, მაგალითად, ხო ხა? არა. ეს უკვე მოღალატეობა. იბატონო. აი ერთ-ერთი ლანდი ასეთი იყო ის რომ ევროკავშირი არის აპრიორი სიკეთე. რეალურად რატომაც გამოვიდა რაღაც რაოდენობის ხალხი რომელსაც ეს თავისი ბრაზი რატომღაც გამოთქვა არის ის რომ მათთვის ის განცხადება რომელიც იყო აბსოლუტურად სწორი და აბსოლუტურად ადეკვატური პრემიერ-მინისტრმა რაც გააკეთა 28 ნოემბერს 24 წლის ამან მოახდინა დესაკრალიზაცია და ეს იყო ფაქტურად იმ გამოქვაბულიდან უწყვეტი პროტესტის რაღაც ანუ იმ გამოქვაბულის ლანდიდან ქართული საზოგადოების რაღაც დიდი ნაწილის ამოყვანა რაღაც ზის სინათლეზე და როგორ მიხვდა ხალხი ამ ხო მიხვდა ხო თანდათანობით იმიტომ რომ მოდი ესე ვთქვათ რომ არა მარტო ნაციონალური მოძრაობის და ეგრეთ წოდებული კოლექტიური ლიბერალური სასტავი თუ შემადგენლობა იყო ამ ლანდების იმიტომ რომ არის ბევრი ადამიანი რომელიც ფიქრობს რომ რავი აი ეს იმიტომ რომ ესეთი იყო დისკურსი იყო ესეთი რომ ევროკავშირი არის აპრიორული სიკეთე და ამ სიკეთეს ანუ ის შეიძლება ან ჩვენ კი არ ვამბობ იქ რაღაც. კი, იქ არის თავისთვის რაღაცები აქვს, კარგი, თავისთვის კარგად აქვს მოწყობილება. ღირებულებები განსხვავდება. იქ არის მთელი პრობლემა. ანუ შენ ჯერ ერთ-ერთი ღირებულებები განსხვავდება. აი თქვათ რომ დავანებო თავი, თქვათ კაი LGBT, კაი მე სხვანაირად ვფიქრობ, აი რელატივიზე რომ ჩამოვიდე. ანუ შენ კი არ დაგაცდის ის რომ შენებურად იცხოვ. არ დაგაცდის. ანუ ის ხალხი რომელიც აქ საუბრობს აი პლურალიზმი რაღაცა, ანუ ევროკავშირმა განიცადა დეგრადაცია. აი ჩვენ ხა რა იდეალები არსებობდა იყო გვიანი საბჭოთა იდეალი იყო რომ ჩვენ აღარ გვინდა ეს რაღაცა ესეთი ერთფეროვანი რაღაც შაბლონი და გვინდა კარგი ცხოვრება და ეს კარგი ცხოვრება არის დასავლეთში. აი ამ ორი იდეის განწყვილვა მოხდა, ანუ დაშორიშორება მოხდა და ითქვა რომ კი ისევ იმ იდეალებით გვინდა რომ საქართველოს უპირველეს ყოვლისა, მაგრამ ამ უპირველეს ყოვლისას ესენი კი არ უწყობენ ხელს, არამედ უშლიან ხელს და ეს უნდა დავინახო და რაც კარგი არის ევროკავშირში იგივე სოციალური პროგრამები რაღაცა და ბევრი ის განა ევროპელი ხალხი არის ის ევროპელ ხალხსაც არ მოწონს ეს ევროკავშირის ბიუროკრატია რომელიც არავის აურჩევია და რომელმაც შეიძლება გადაუწყვეტოს ბედი რომ ეხა მოდი თქვა რუსეთს ვეომოთ და რა ვიღაცა იტალიას რომელიც რა პიცას ჭამს და ირუჯება სადღაც სანაპიროზე საერთოდ არც რუსეთი აინტერესებს არც ევრობიუროკრატია აინტერესებს უყვარს თავის ქვეყანა და უნდა რომ ნახოს რაღაც ფეხბურთის უყურო მილანის და ინტერის ანუ ეს არის და როდესაც ჩვენ ვამბობთ კიდევ ერთხელ, ანუ ევრობიუროკრატია, ჩვენ ვანსხვავებთ ამას ევროპისგან, ევროპის კულტურისგან, მაგრამ ევრობიუროკრატია არის აბსოლუტურად წრულად განწყობილი დღეს, იმიტომ ისინი მათთვის ჩვენ ვართ რჯულ განდგომილები, ჩვენ განვდექით რჯულს და ამისთვის ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ დაგვსაჯონ. ანუ პოლიტიკური რაციონალიზმი გვერდზე იქნება გადადებული, რომ მათ არ აწყო ჩვენთან ურთიერთობის გაბუჭება, ჭირდები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ იდეოლოგიზებული იმდენად
არის აი ამ მათ შორის ამ LGBT აი ხო შეიძლება აი თქვა რომ აი მოდი საქართველოს მჭირდება გეოპოლიტიკა მოდი დავანებებ ამ თემას რა. ხო აი დავანებებ აი ესეთები არიან მართლმადიდებლები არის თავის კულტურა რა მოხდა ხო აი თქვა ეხა ჩვენ მართლა ისეთი ვიყოთ რომ კი და ისიც აგვაქვს ხო ჩვენ რომ აი მაგნიშნით არ უნდა ანუ რო იყო აქ დრაკონული კანონები არა არის ოჯახი ძალიან კარგი ეს ოცნებას მართლა დასაფასებელი ბალანსი ერთის მხრივ რომ აი ოჯახი არის ქალის და კაცის კავშირი და მეორეს მხრივ ის რომ გენდერული ნიშნი და რაღაც ნიშნი და არ უნდა ანტიდისკრიმინაციული კანონი ანუ ეს არის ბალანსი აი ბალანსია ხო აი რა აი რო იყოს აი მართლა კაცი ჭამიების საზოგადოება რო ვიყოთ ხო მაგრამ არა უნდა ბოლომდე უნდა ჩაგაჭირო იმიტომ რომ არიან იდეოლოგიზებულები და თან ის კოლონიური ქედმაღლობა მოზრა ხო მაგალითად ისინი ხო იმათი შვილიშვილები არის ჯერ კი არ გაუვიდა ტვინიდან ეგ ყველაფერი და ზუსტად აი ამ როგორც თვითონ ჩაგრავდნენ თავის ქვეყნებში მათ შორის ალან ტურინგს კომპიუტერების მონგოს რომელიც გეობის გამო ჩასვეს ციხეში ინგლისელებმა ხო ენიგმას გამშიფრავს ხო რამდენიმე 70 წლის ზუსტად იგივე თავსმოხვეობი და იგივე რაღაცა თავზე რაღაც თავზე ჩამოცმით ცდილობენ რომ იგივენაირად გააკეთონ ოღონდ აქეთ ამხარეს ანუ თვითონ მიდგომის ტიპი არ შეცვლა შინ თვითონ ჩვენ გავკეთილშობილი და როგორც ჩვენ ვართ კეთილშობილები თქვენც ეგრე უნდა იყოთ აი ესეთი ფორმა კეთილშობილება თუ ეგ მეორე საკითხი მოდი ახლა უახლოესი რაღაცა რამდენიმე ფაქტის გარშემოს გავაკეთოთ ანალიზი. უყურეთ როგორი სიტუაცია ახლა გავაგრძელებ რა რომ მათი დამოკიდებულება ეს ქვეყნებისადმი სანამ საქართველოსთან ვარ. ახლა რა ხდება მოლდოვასა და რუმინეთს შორის. ახლა აგერ რუმინეთმა ქვედა პალატამ მიიღო კანონი შეერთებასთან დაკავშირებით გადადის ახლა სხვადასხვა ეტაპებს გადის ხო? ერთი შეიძლება და ახლა თავისთავად ცხადია რომ ეს ევრობიუროკრატიის მხარდაჭერით ხდება ახლა თავის არც ერთ ქვეყანა არ ლაპარაკობს და არც მეორე. ერთი თუ მაგალითად მოლდოვაზე რომელზეც გვეუბნებიან რომ ეს არის თვალსაჩინო ქვეყანა ანუ დემოკრატია ყვავის ადამიანის უფლებები ყვავის და ეკონომიკაც ყვავის და სასწრაფო წესით უნდა მიიღონ ევროკავშირში. თუ ევროკავშირში ასე სწრაფად უნდა მიიღო მაშინ რა აუცილებლობა მისი გაერთიანება იმასთან რა ქვია რუმინეთთან. აი რატო არის აუცილებელი? იმიტომ რომ მათ ხო ერთი მიზანია თქვათ რომ იმიტომ შეუერთდეს რუმინეთს რომ ევროპარლამენტი იმაში აღმოჩნდეს ხო ევროკავშირში. და შესაბამისად იქიდან რაღაცა დივიდენდები მიიღებს თუ ეგ ძალკე საკითხია. ეს ერთი არ დაგვავიწყდეს რომ ანუ ეს რო ბლეფია ხო კარგად ვიცით არა რომ ეს ევროკავშირში უნდა მიიღონ რაღაცა დააჩქარონ პროცესები და პირდაპირ განცხადება იყო ჩვენი ბჭყალებში მეგობარი რო ყავს იუკნევიჩიანი რომ 2022 წლამდე სხვების სხვათა შორის 2022 წლამდე არც კი განიხილებოდა გაფართოვება ევროკავშირის არც განიხილებოდა ფანჯარა გაიხსნა თურმე როდესაც დაიწყო ომი უკრაინაში ეს ფანჯარა რო გაიხსნა ეხლა თქვა დადგა საკითხი მანამდე რო გვეუბნებოდნენ კარებში ღია კარებში დგახართ ჩარჩოს გადმოაბიჯეთ აი დღე-დღეზე რაღაცა თურმე ეს ყველაფერი იყო ტყუილი ვატყუებდნენ და აღიარეს რომ გატყუებდით სტაფილოს წინ გვიწევ ადგილები ეხლა თურმე რაღაცა ფანჯარა გაიღო მაგრამ ომი რო დამთავრდება ეს ფანჯარა შეიძლება კიდე დაიხუროს და გადაგხსონ ისევ იმ რაღაცა ჩარჩოსთან აქეთ ამხარეს ან იქით ამხარეს ეს ყველაფერი ტყუილი და ბლეფი თუ მიღება უნდათ ისეთი ქვეყნის როგორიც არის მოლდოვა აღარ არის საჭირო რუმინეთთან გაერთიანება და მეორე წეღა რომ ვამბობდი ნატოს წევრია რუმინეთი ხო ასეა ანუ ამას რომ შეუერთებ ნატოს წევრ ქვეყანას და რომ გახდება ნატოს წევრი ეს ხო იმას ნიშნავს რომ ბაზა უნდა გადმოვიდეს რუსეთის საზღვართან ნატოს ბაზა ხო უნდა გადმოვიდეს ხო არის მისი რისკი 99% რომ უკრაინის დღეში აღმოჩნდეს მოლდოვა რა თქმა უნდა უკრაინაში ომი რატო დაიწყო? იმიტომ დაიწყო რომ ნატოს ბაზების გადაწევა გადმოწევაზე იყო საუბარი გაფართოებაზე. ანუ კიდევ ესეთი მზაკრული გეგმა არსებობს და ისიც მოლდოვის ხარჯზე და მოლდოველი ხალხის ხარჯზე. მაია სანდუს გაქრობას ქვეყანას მაია სანდუს და მაგისთან ახალს რაღაცა სხვა ქვეყანაში ახლა ქვეყნის პრეზიდენტი რო გამოვა და რუმინეთს უნდა შეუერთდეთ ახლა ის რუმინეთში იცხოვრეს მოლდოვაში თუ სადღაც საფრანგეთში კუნძულზე სულ არა აქვს იმისთვის მნიშვნელობა როგორ გავს ჩვენს ბჭყალებში მიშას ბჭყალებში იმ მოლდოველებს ვისაც არ უნდა შეერთება ეს როგორ არის იმათ არჩევნებში შეეკითხენ
იმ ხალხმა რაღაცა გამოვიდა ხმამისა, ჩამოვიდა ევროკავშირიდან ხმები და რეფერენდუმს ჩაატარებენ და რუმინელები შეიერთებენ მე. არც არაფერი კაცო რუმინეთში გეუბნები რომ ქვედა პალატამ უკვე მიიღო კანონი მათ შემოერთებასთან დაკავშირებით. რაღაცა პროცედურებს გავლის და მე დატრიალდება უბედური, ანუ ბლეფია ჩვეულებრივი ეს რაღაც ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებები და დაჩქარებული საერთოდ მიღება. ანუ ხო ერთი რომ ჩვეულებრივი რომ თუნდაც თანთქმა და მეორე ნატოს წევრია. ანუ ეს რომ გახდეს ნატოს წევრი. იქვე უნდა დაუყენონ ბაზები იმას რუსეთს. და უკრაინაზე ახლო გამოდის ფაქტიურად და რა უნდა მოყვეს რუსეთის სამხრეთთან რა უნდა მოყვეს ამ ყველაფერს წარმოიდგინეთ. ეხლა საზოგადოების გაგაუზია და დესპირეთი რომ ეგრევე გამოვა ეგ ხადია ანალიზის გაკეთება საზოგადოების მიგვინდა. ეხლა მეორე ფაქტი. წეხან ჩვენ რომ ამბობდით რომ აი რაღაცას ძალიან კარგად იციან რომ მაგალითად სამხრეთ კავკასია და მათ შორის განსაკუთრებით საქართველოს ყველაზე მეტად ჭირდებათ, მაგრამ ცოცხალი თავით არ აღიარებენ. 2-3 დღის წინ იყო ეგრეთ წოდებული რაღაც კომისარი რომ მარტა კოსის განცხადება. ეთყობა რუკა აჩვენეს, როგორც იქნა, ნახა და ამბობს რომ ეკონომიკაზე საუბრობდა რა, ევროკავშირის ეკონომიკის გაზრდაზე და ანუ 2022 წლის მერე ეკონომიკა 4ჯერ არის გაზრდილი სამხრეთ კავკასიაზე საუბრობდა რა რომ ჯერ ეს თვითმფრინავები საჰაერო რაღაცა ეს ტრაფიკთან დაკავშირებით მერე საზღვაო სატრანსპორტო და გადაზიდვებზე საუბრობდა და ეს არის ერთ-ერთი და ერთადერთი საშუალება რომლის მეშვეობითაც ჩვენ რაღაც ჩვენი ეკონომიკა უნდა გავზარდოთო ანუ რას ამბობდა იცი რომ ჩვენ აუცილებლად უნდა იქო დავხარჯოთო რაღაცა მონაწილეობა მივიღოთო რომ გავაუნჯობესოთ მაგალითად ინფრასტრუქტურების საგზაო საზღვაო რაღაცა და ასე შემდეგ ყველანაირი ინფრასტრუქტურის გაუნჯობესებაში მონაწილეობა უნდა მივიღოთო იმიტომ რომ ესო ჩვენ მას რა ქვია წარმოებლებსო ჯერო ხარჯებს შეუმცირებსო და ჩვენი მოსახლეობისთვის იქნება ასე ვთქვათ ცხოვრების და ეკონომიკის გაუნჯობესება ანუ მიხვდა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში საქართველოს ცოცხალი თავით არ ახსენებენ. ანუ სამხრეთ კავკასია. ხო. სამხრეთ ოღონდ ზღვაზე როგორ უნდა გავიდნენ არ არის. ანუ კასპიის ზღვის აუზიდან რომ საქართველოს მეშვეობით ხდება მაგალითად მის გაზის გატანაც და ნავთობის გატანაც. ეს არა, საქართველოს რომ იმაზე მეტად ჭირდებათ, ვიდრე ჩვენ ახლა დღეს ევროკავშირი, მაგას რა თქმა უნდა არც ერთი აკაცუკი თუნდაც ამ განცხადების მერე დაფიქრების საშუალება ხო უნდა მოგცეს. მერე საზღვაო იმაზე ბოჭკოვან კაბელზე იყო საუბარი. რა თქმა უნდა აზერბაიჯანი ინტერნეტი, დენი და ეს ყველა საქართველოს მეშვეობით გადის და ამაზე ამბობენ რომ ეს მათი ეკონომიკის განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს არ არის. თუმცა მაინც ის რა ქვია, სასომხეთი ყოფილა ცენტრი ამ ყველაფრის. და ზღვის მეშვეობით გადის, რომელიც სომხეთს არ აქვს, მაგრამ მაინც ის არის ცენტრი. საქართველოს ცოცხალი თავით არ აღიარებენ და ეს რა თქმა უნდა, სად წავლენ? სად? საქართველოს იქით გზა არ აქვს. არ აქვს. საზოგადოება უნდა იცოდეს ერთხელ და სამუდამოდ რომ სხვისი დღის წესრიგით მაგალითად პოლიტიკის კეთება მიგიყვანს გარდაუვალ დაღუპამდე. ეს ხო ჩვენ მაგის გამოცდილება ხო მინიმუმ გვაქვს და ეს სხვისი პოლიტიკის რაღაცა კიდე დღესაც გვიბიძგებენ. ანუ წეღარ რომ ამოდით იმ ჩვენ რაღაცა ბეთკრულ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციონერებზე კიდევ აიძულებენ იმ რაღაც თავიანთ ხარდამჭერებს რომ თურმე ქვეყანამ უნდა და არაფერი არ გამოვა. ხო, რა თქმა უნდა, არაფერი. იმათი დღის წესრიგით უნდა ვიცხოვროთ. არა, აი ხაბეს უნდა დაუჯეროთ. და ბოლო მოკლე მაგალითი შედეგების. აგერ არის ბატონო. ძალიან მარტივი შედეგები, როდესაც ამბობენ რომ რაღაცა ვერავინ ვერ უარყოფს რომ ეკონომიკა იზრდება, ხო? ვერ იმ ევროპის არა არის პრობლემა. არა, ეგენი მაგაზე რაღაც მცირე რიცხვი არ მაქვს და მე რა იცი ოპოზიციონერის ნაწილი არის რომ ეკონომიკა იზრდება და მაგრამ ეს რაღაც 10 კაცი ჯიბეში მიდის, 5 კაცი ჯიბეში და ასე შემდეგ. ჩვენ ნახეთ ბოლო მაგალითები. ანუ 2012 წელს საშემოსავლო გადასახადი მოსახლეობის მხრიდან. ანუ საშემოსავლო გადასახადი იყო 1.7 მილიარდი 12 წელში. 2020 წელში დიდად ვერ გაიზარდა, მაგრამ 3.7 იყო თუ რაღაც. 2025 წლის მონაცემებით საშემოსავლო გახდა 8 მილიარდზე მეტი. წარმოიდგინეთ, რამდენით გაიზარდა. ანუ ძვირფასო აკაცუკებო, თუ
თუ მოსახლეობაზე ეკონომიკის და პირდაპირ პროპორციულად არ აისახება, საშემოსავლოს როგორ ვიხდი? საშემოსავლო არის, რასაც თითოეული ადამიანი. საშემოსავლო, რა თქმა უნდა. ფასიდან და ის რომ შემოსავლები 2020-ში წარმოიდგინეთ, იყო 13 მილიარდი მოსახლეობის დათვლილი. 33 მილიარდს გაცდა 5 წლის განმავლობაში. შეგვიძლია დავითვალოთ აქედან. რა თქმა უნდა, ხო და მაგას გეუბნები, შემოსავლები 33 მილიარდი გახდა საზოგადოების. რა თქმა უნდა, დათვლილი. ეკონომიკა, ჩვენი ეკონომიკა 100 მილიარდს გადაცდა და 2025 წელს მარტო ერთ წელიწადში ხო 3 მილიარდ ნახევრით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა და თავარი არის მშვიდობა რო არის მაგიტო. ბიუჯეტმა ეგრეთ წოდებული მოლდოვის იმას ხო ფინანსებსაც აძლევენ, გრანტებსაც აძლევენ, სესხებსაც აძლევენ და მთელი ევროკავშირი თავად გადაფარებულია და მათი ისეთი სათაყვანებელი ქვეყანა 3 მილიარდ ნახევარი დოლარით გაუწრო ჩვენმა ბიუჯეტმა მათ ბიუჯეტს. წარმოიდგინეთ. დიდი მადლობა, მადლობთ. წარმოიდგინეთ, რომ ამიტომ ჩვენი ქვეყანა ვითარდება, წინ მივდივართ და ქართველებს გვაქვს იმის უნარი განსაზღვროთ, სად როგორ უნდა მოვიქცეთ. ამ გეოპოლიტიკურ რაღაცა ცვლილებებში ძალიან კარგად ვინარჩუნებთ იმ პოზიციას, რასაც ვინარჩუნებთ. და რა თქმა უნდა და გამოუძვრებით კიდევაც ისე ლამაზად, რომ ჩვენს ეკონომიკას და ჩვენს უსაფრთხოებას წინსulis მეტი რა თქმა უნდა აღარაფერი აღარ გვექნება პრობლემა. დიდი მადლობა. ჩვენ ვამთავრებთ ჩვენს განმავლობელ გაზრდას, აუცილებლად შეხვდებით მომავალ შაბათს.